საქართველოსთვის გამორჩეული მნიშვნელობის თარიღი კიდევ ერთ ისტორიულ და უნიკალურ დატვირთვას იძენს. ანდრია პირველწოდებულის ხსენების და ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესთან ერთად 12 მაისი საქართველოს ისტორიაში დღეიდან 152 კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრების თარიღია. ისტორიულმა მოვლენამ, რომელიც ბოლოს 49 წლის წინ მოხდა, სვეტიცხოველში უამრავი ადამიანი შეკრიბა. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მწყემსთავრის ინტრონიზაციის ცერემონიაში მონაწილეობისთვის მცხეთაში მრევლი მთელი საქართველოს ჩავიდა. ცერემონიას ესწრებოდა წმინდა სინოდის სამღვდელოება და მონაზონთა დასი. უწმინდესისა და უნეტარესის შიო მესამის აღსაყდრება სრულიად საქართველოს იმედით ხდება. სურვილი ერთია: გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს ის სულიერი მემკვიდრეობა, რომელიც საკუთარი გამორჩეული პატრიარქობით ქვეყანას უწმინდესმა ილია მეორემ დაუტოვა. სასულიერო პირები და მრევლი უდიდესი პასუხისმგებლობით გამორჩეულ საქმეში ერის ახალ სულიერ წინამძღოლს სულთანადგომას და მხარდაჭერას უცხადებენ. ნახეთ დესი ვარდოსანიძის სიუჟეტი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ინტრონიზაციის ცერემონიაზე დასასწრებად ადგილობრივმა და სხვადასხვა კუთხიდან ჩასულმა მრევლმა ქვეყნის ისტორიულ და სულიერ ცენტრში შეკრება დილიდან დაიწყო. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოში დამონტაჟებული იყო დიდი ეკრანი, რათა იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ტაძარში შესვლა ვერ მოახერხეს, თვალი ედევნებინათ ისტორიული მოვლენისთვის. დილიდან საზეიმო და ამაღელვებელი განწყობას უფევდა. მთელი ერი ახალი პატრიარქის აღსაყდრების მოლოდინში იყო. სინოდის წევრებმა და სასულიერო პირებმა უწმინდესსა და უნეტარეს შიო მესამეს მძიმე ჯვრის ღირსეულად ტარება და ანდრია პირველწოდებულის მფარველობა უსურვეს. მათ სრულიად საქართველოს მიულოცეს ქართული ეკლესიის სულიერ წინამძღვრად შიო მესამის არჩევა. აღინიშნა ისიც, რომ ახალი პატრიარქი ღირსეული იერარქია, რომელიც ილია მეორის გზასა და ისტორიას გააგრძელებს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კიდევ უფრო გააძლიერებს. სინოდის წევრებმა პატრიარქს თანადგომა და პატივისცემა გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ ილია მეორის მთავარი მემკვიდრეობა ერთიანი და ძლიერი ეკლესიაა, რომლის მომავალიც მტკიცე და იმედის მომცემია. ძალიან დიდი სიხარულეა. პირველ რიგში ულოცავ მეუფე მის უწმინდესობას, დიდ მეუფე შიოს და ულოცავ საქართველოს. თქვენს გილოცავ და ყველას სოფლიო მართლმადიდებელ, ასე ვთქვათ, სამყაროს. ეს არის ძალიან ძვირფასი და დიდი დღე. ისტორიული მოვლენაა. დღეს ახალი კათოლიკოს პატრიარქი იქნა გამორჩეული. ღირსეული კანდიდატი, ღირსეული პიროვნება, რომელიც, როგორც აგვითქვა, გააგრძელებს ილია მეორის გზას და უფრო მეტ შემატებს ჩვენს უძველეს სამლოცველო ეკლესიას. თითოეულ ამ ქვას, ამ ლოდებს, რომლითაც ეს სვეტიცხოველი ჩვენმა წინაპარმა ააგო, თან ახლავს დიდი შინაარსი. და ამას ახლავს დიდი ღვაწლი და ზოგჯერ ტკივილიანი ისტორიები და ზოგჯერ მოწამეობრივი ისტორიები. მე ვისურვებდი იმას, რომ ყველაფერი მისცეს ჩვენს უწმინდეს, რომ გაუძღვეს ამ ერს, რომ ის გახდა ის სახალხო, ნახეთ როგორი უკვე ეს იგრძნობა, რომ ის ხალხს უყვარს, ის სახალხო პიროვნებად იქცეს. დასაწყისი ყველაფერი ლამაზი და კარგია. ცხოვრება უნდა უსურვოთ, რომ შევეხიდოთ თუ ეს დარჭირდა საქმეს, რომ წინ წავიდეთ. განსაკუთრებული დღეა, ესე იგი, უწმინდესის 50 წლიანი მსახურების შემდგომ პირველად არის, რომ ახალი პატრიარქი ავირჩიეთ და იმედით აღსავსენი ვართ, რომ ყველაფერი ღვთის მადლით კარგად იქნება და ჩვენს ქვეყანასაც ასეთი მომავალი კარგი იქნება. სასიხარულო დღე არის, ზეიმობს მთელი საქართველოს, ულოცავთ მის უწმინდესობას, მრავალჟამიერი, მისი სიცოცხლე. ახალი ძალა, ახალი ენერგია, ახალი სიცოცხლე, ახალი სისხლი შეემატა ქართველ ერს, გაძლიერდება ჩვენი წმინდა ეკლესია, იმედი მაქვს და გამრავლდება ქართველი ერი მისი ლოცვით. ყველაზე მეტად ახლა ჩვენ გვჭირდება გამრავლება. ეს პრობლემა ეს არის, რომ ხალხი მცირდება, ეს ჩვენი ტრაგედია, დიდი ტრაგედია და ჩვენ ლოცულობთ ვეძრევთ თვალ ღმერთს, მეუფე შიოს, უწმინდეს შიოს მისეს ისეთი ძალა, რომ ეს ლოცვით ჩვენი ერი გამრავლდეს. ეს არის უფლის დიდი წყალობა საქართველოს ეკლესიაზე და ეს არის წყალობა ქართველი ერისა. ეს არის გაგრძელება იმ ტრადიციებისა, რომელთაც
აქამდე მოდიოდა ჩვენი ეკლესია პატრიარქის გზის გაგრძელება. ეს ყავს საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე და უნდა აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ეს არის პირველი არჩევნები კათოლიკოს პატრიარქისა. და მე მინდა ვახარო ყველას, რომ ის ერთ სულოვნებაა, ის ურთიერთსიყვარული, ის განცდა ქრისტეს ეკლესიის ერთობისა, რომელზეც სულ საუბრობდით, გუშინ და დღეს თვალნათელია ყველასთვის. ახალ წინამძღოლთან ერთად ზუსტად იმ სწორი გაკვალული გზით ივლის საქართველო, რომელიც ჩვენმა წმინდა პატრიარქმა გაგვიკვალა. და დავამატებდი იმას, რომ აი იმ საქართველოს, რომელიც აზგანშენებულმა პატრიარქმა დაგვიტოვა, მგონია, რომ ქვია მის მიერ მოწეული მოსავალი და ამ მოსავალს ქრისტეს რთველი ქვია. საქართველოს 152 კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამის ინტრონიზაცია თავად ახლად არჩეულმა პატრიარქმა ორ მნიშვნელოვან თარიღს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესა და საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულს დაუკავშირა. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება შესრულდა. სასულიერო პირებმა ლოცვა აღავლინეს, შესრულდა ილია მეორის საგალობლები. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღევანდელი დღე სრულიად საქართველოსთვის, ულოცავ ყველას დღევანდელ დღეს, ანდრია პირველწოდებულის დღეს ასევე და ეს დღე მჯერა და გვჯერა ალბათ ყველას, რომ იქნება სიკეთისკენ ცვლილების დღე და საწყისი, გილოცავთ ყველას კიდევ ერთხელ. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოში დროდადრო ისმოდა გალობა და შეძახილები აქსიოს. სვეტიცხოვლის ეზო და ტაძარი ემოციებით იყო სავსე. ახალი პატრიარქის შიო მესამის ინტრონიზაციის ცერემონიაზე დასწრება მოქალაქეებს განსაკუთრებულ სიხარულსა და იმედს ანიჭებდა. მრევლის სრულიად საქართველოს პატრიარქის აღსაყდრებას ულოცავს. მაქვს იმედი იმისი, რომ ის გზა, რომელიც პატრიარქმა ჩვენმა ილია მეორემ გაკვალა, უკვე ახალი პატრიარქი ამ გზაზე გაივლის, გაატარებს ქართველ ერს, ისე როგორც მიყავდა პატრიარქს. და დიდი იმედი მაქვს იმისი, რომ ხალხი, ჩვენ ქართველი ერი მხარს დაუჭერთ და გვერდში დაუდგება. სრულიად საქართველოსთვის ახალი ერა, ახალი სიცოცხლის დასაწყისი, ახალი პატრიარქი. ნამდვილად ერთი ფურცელი კიდევ გადავშალეთ საქართველოს ისტორიაში. სრულიად საქართველოს ულოცავ ამ ბედნიერ დღეს, როგორც წინამორბედი პატრიარქი, ისე გაეგრძელებინოს ეს უწმინდესის გზა. სწორედ ამ განსაკუთრებულ დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის უძველესი კედლების ფონზე კიდევ ერთხელ გაერთიანდა ერი და ეკლესია. ზარების ხმა, საგალობლები და ლოცვა ერთიანობის, მშვიდობის და სულიერი გაძლიერებისთვის. ასე დაიწყო საქართველოს ეკლესიის ისტორიის ახალი თავი, ახალი პატრიარქის შიო მესამის წინამძღოლობით.